2009 წლის 12 ნოემბერს მსოფლიო ეკრანებზე რონალდ ემერიხის ბლოკბასტერი 2012 გამოჩნდა. შეიძლება ითქვას ამ ფილმმა მთელი ცივილიზებული სამყარო შოკში ჩააგდო. კარგად შექმნილი ჰოლივუდური სპეცეფექტების პარალელურად კიდევ ერთხელ დაისვა უამრავი შეკითხვა. ამ შეკითხვებიდან ყველაზე აქტუალური მაიას ტომების წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. კონკრეტულ თარიღს 2012 წლის დეკემბრის კვირამდე მივყავართ. რაც გვეუბნებიან რელიგიები რამდენად არის ადამიანის ცხოვრება დამოკიდებული გალაქტიკაზე, რამდენად სწორია კონკრეტული თარიღების წინასწარმეტყველება და რა არის მეორედ მოსვლის ნიშნები 21 საუკუნეში. აპოკალიფსით ალექსანდრე გაბუნია დაინტერესდა და იმ კითხვებზე, რომელიც ყველა ჩვენთანგან საინტერესებს, გარკვეული პასუხები შეაგროვა. კიდეც ალეკოს აღმშვიდობს. ესე იგი, მაიას ტომების წინასწარმეტყველებას თუ დაუჯერებთ, სულ რაღაც 3 წელი დაგვრჩა. თუ მაიას ტომების კანონით ვიხელმძღვანელებთ, რეალურად დაგვრჩა 3 წელი. როგორც შენახსენებ, მაიას ტომების წინასწარმეტყველება კონკრეტულ თარიღებს ეყრდნობა, ეს არის 2012 წლის 21 დეკემბერი და როცა დაიწყება დედამიწაზე მასშტაბური კატაკლიზმები, რომელიც გაგრძელდება 3 დღე და ამას მოყვება სრულად დედამიწის განადგურება და გადარჩება მხოლოდ აფრიკის კონტინენტი. დაკავშირებით თემაზე მუშაობის პროცესში ინტერნეტში წავაწყდეთ საინტერესო ინფორმაციას. ერთ ქვეყანაში რამდენიმე ოჯახმა გადაწყვიტა, რომ აფრიკაში გაემგზავროს სამუდამოდ საცხოვრებლად. ალბათ გონია, რომ საქართველოში არავინ არ აპირებს აფრიკაში გადასახლებას. რაც შეეხება თავად მაიას ტომებს, ესენი არიან ძალიან დიდი ისტორიის მქონე ტომები, რომლებიც თავის დროზე იმყოფებოდნენ ცივილიზაციის საკმაოდ მაღალ საფეხურზე. მათ შესახებ ინფორმაცია მეცნიერებს დღესდღეობით არ აქვთ ძალიან მწირი ინფორმაცია ამის შესახებ და ალბათ საზოგადოების და მეცნიერების დაინტერესებას იწვევს ეს მისტიკა ალბათ და საზოგადოებას ამ მისტიკამ დააშინა ალბათ. აი, რადიკალურად განსხვავებულია მაიას ტომების წინასწარმეტყველებისგან იოანეს სახარება. აი, რას გულისხმობს კონკრეტულად ეს ციკლი? თავად იოანეს გამოცხადება დაიწერა კუნძულ პატმოსზე, ეს არის საფრანგეთის კუნძული პატმოსი, სადაც ამავე კუნძულზე აღესრულა იგი 100 წლის ასაკში. თვითონ იოანეს გამოცხადება რადიკალურად ეწინააღმდეგება აბსოლუტურად ყველა რელიგიის, მათ შორის მაიას ტომების წინასწარმეტყველების, სხვა სექტებისა და სხვა ტომების წინასწარმეტყველებას, რომლებიც კონკრეტულ თარიღს ასახელებენ კაცობრიობის აღსასრულის. აქ არის საუბარი მხოლოდ მეორედ მოსვლის წინა ნიშნებზე. ალბათ მაყურებლისათვის ეს ნიშნები არის ძალიან საინტერესო. მაშასე კითხვები, რომელიც ყველა ჩვენთაგანს აინტერესებს და ამასთან აშინებს. როდის დადგება სამყაროს აღსასრული? პასუხები ვნახოთ ალეკო გაბუნიას ჟურნალისტის დღეებში. ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ ყველაზე ამოუხსნელი და შეუცნობადი კაცობრიობის ისტორია და მისი მომავალია. თავად ადამიანი კი თავის თავშივე მოიცავს რაღაც ამოუხსნელსა და მისტიკურს. ყველაზე რთულად აღსაქმელი კი არამატერიალური სამყარო რჩება. როდის იქნება კაცობრიობის აღსასრული და როგორ განიცდის ამას ადამიანი? კითხვები, რომლებიც ყველა მოკვდავს აწუხებს, დღემდე იდუმალებითაა მოცული. აპოკალიფსი. მოვლენა, რომელიც აღემატება ადამიანურ ცნობიერებას, სამყაროს ადამიანურ გაგებას. შეუცნობა სივრცეში, გონება მხოლოდ მატერიალურ გზნობებს ეყრდნობა. ადამიანები უხსოვარი დროიდან ელოდებიან რაღაც მიუწვდომელს. ეს მიუწვდომელი კი დასასრულია. დასასრული კაცობრიობის ისტორიის, კაცობრიობის მიწიერი ცხოვრების, ქრისტიანული სწავლებით კი ეს დასასრული ახალი სიცოცხლის დასაწყისია. საყოველთაო მოლოდინიც არის თითქოს ყველგან ელოდებიან, წინასწარმეტყველებდნენ და ასე შემდეგ. ამიტომ არ უნდა შეგვაშფოთოს, ეს ჩვეულებრივი ამბავი, ეს ნორმა არის. იმიტომ რომ ეს არის კაცობრიობის არსებობის თამდევი, რომელიც დაიწყო და რომელიც აუცილებლად დასრულდება. ბიბლიის ბოლო გვერდები იმ შექმნილის დასასრულს ეხება, რომელიც ამავე წიგნის დასაწყისში აღწერილი. წმინდა მოციქულ იოანეს გამოცხადება, იგივე აპოკალიფსი, მიწიერი ცხოვრების აღსასრულსა და იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას ეხება. იოანეს აპოკალიფსში კონკრეტულ თარიღებზე საუბარი არ არის. წინასწარმეტყველება უკანასკნელი დღეების შესახებ, მასში სიმბოლურადაა აღწერილი. ფილმის დიდი ნაწილი კი მეორედ მოსვლის ძირითად ნიშნებს ეხება. აპოკალიფსში ეს ნიშნები ასეა მითითებული, თქვათ, რომ ეს კატაკლიზმები უნდა დაიწყოს, ომები უნდა იყოს, თქვათ, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ ომების ნაკლებობას კაცობრიობის ისტორია არ განიცდის. ხო? არც თქვათ ბუნებრივი მოვლენების ნაკლებობას განიცდის, თქვათ სტიქიების ნაკლებობას. თუმცა ყურადღება მაინც თქვენ პანიკა ახსენეთ თავის დროზე მახვილდება იმაზე, რომ მომრავლდა. დამრავლდა ასე თქვენ სტიქიური უბედურებები გამრავლდა, ომები დაძაბულობა შეინიშნება.
სოფლიოში ზოგადად საუბარია საერთო ეკონომიურ სივრცეზე. ფიქრობენ, რომ ესეც ერთ-ერთი ნიშანი უნდა იყოს მაცხოვრის მოსვლისა, ძირითადად ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ქვეყანა ელოდებიან ვინმე ძალიან დიდ განდგომილს ანტიქრისტეს სახელით მოიხსენიება ეს პიროვნება. ეკლესიური სწავლებით ანტიქრისტე 1290 დღე იმეფებს. ეს იქნება ყველაზე მძიმე პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში. მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა წინასწარმეტყველების მიხედვით, ამ პერიოდში ადამიანებში აპოსტასი, ანუ ღვთისაგან განდგომილება დაისადგურებს. ეს არის კაცობრიობის ასე სახელმწიფო ჩამოყალიბება ერთი ლიდერით. ამ ლიდერს ქრისტიანობა უწოდებს ანტიქრისტეს. ქრისტეს მაგიარი, ქრისტეს ნაცვალი ცუდი გაგებით. ანტიქრისტე, ანუ ადამიანი, რომელიც თავის თავში შეითავსებს პოლიტიკურ და რელიგიურ ძალაუფლებას და იმ დონეზე გათავხედება და კაცობრიობა ამისთვის მზად იქნება, თუ უკვე მზად არ არის, რომ იგი წარმოაჩენს თავს არა უბრალოდ რელიგიურ ლიდერად, არამედ თავად ღმერთის შვილად. ანტიქრისტე ემეფებს 3 წელიწად ნახევარი. უბრალოდ 7 წელი, ზოგიერთი მამის წინასწარმეტყველებით, ოღონ პირველი 3 წელიწად ნახევარი იქნება ესეთი, ვარ გამოაჩენს ის თავის თავს და აი თავის თავს რო გამოაჩენს, როგორც ღმერთის შვილი, ხო? აი და პოლიტიკური ლიდერი და რელიგიური ლიდერი, ის იქნება ბოლოს 3 წელიწად ნახევარი. როცა ამის მერე ქრისტე დაბრუნდება უფალი ამბობს ესეთა მე რო დავბრუნდები ვიპოვიკია სარწმუნოებას. ანუ დედამიწაზე აღარ იქნება შესაძლებლობა ადამიანის მიერ ღმერთის მოძიების. აღარ იარსებებს სიყვარული ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. კაცობრიობის ისტორია დაკარგავს თავის აზრს. წინასწარმეტყველებათა მიხედვით დედამიწის მოსახლეობის 1/3 კატაკლიზმებისა და ძლიერი ავადმყოფობების შედეგად ამოწყდება. ადამიანთა უმეტესობა დაინიშნება 3/6-იანის გამოსახულებით, ანუ ეშმაკის ნიშნით, შუბლზიან მარჯვენა ხელზე. ამით ანტიქრისტე სოფლიოზე ძალაუფლების მოპოვებას და ადამიანებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება. ხოლო ისინი, ვინც ამ ნიშანზე უარს იტყვიან, ცხოვრება ურთულეს პირობებში მოუწევთ. იონის გამოცხადების განმარტებას თეოლოგები უკვე 20 საუკუნეა ცდილობენ. ყურადღება მახვილდება მეორედ მოსვლის მთავარ ნიშნებზე, რომელთა უმეტესობაც 21 საუკუნეს თან ახლავს. რაც შეეხება იმას, რომ რას დრო გადის უფრო და უფრო მძაფრდება ეს განცდა, ესეც არის, იმიტომ რას დრო გადის უფრო და უფრო უახლოვდებით ჩვენ იმ პერიოდს და მე წეგა რომ ვახსენე ნიშნები იყო, ხო, ახლა აპოკალიფსის განმარტება ძალიან რთულია. წმინდა მამებიდანაც თითოეულს აქვს განმარტება, ეს განმარტებები ყოველთვის ზოგადია. იმიტომ რომ ის ისეთი დაფარულია, ისეთი დაშიფრულია ამ სიტყვის კაი გაგებით, ისეთი სიღრმისეულით, ისეთი მისტიურია, რომ იმის განმარტება ძალიან რთულია. მით უმეტეს, როცა ყველა განმარტება მიმართულია იქითკენ, რომ დავადგინო, აბა როდის და რა იქნება. ისტორიკოსთა და მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ისაც მე-20 საუკუნეში მოხდა, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. მასიური კატაკლიზმებით, მასშტაბური ომებითა და სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციებით ამ ეპოქას ბადალი არ ყავს. მათივე თქმით, 21 საუკუნეც განვლილი დიდი ასრეულის გაგრძელება. ეს ყველაფერი კი იონეს გამოცხადებაში დასახელებულ ნიშნებს ემთხვევა. თუმცა სასულიერო პირები და თეოლოგები ამბობენ, რომ მეორედ მოსვლის მოახლოებაზე, ან იმაზე, რომ კაცობრიობა ჯერ აპოკალიფსი არ ელის, საუბარი არასწორია. პავლე მოციქულმა თავის დროს ამას ყურადღება მიაქცია და ამიტომაც მან დაიწყო საუბარი, რომ არა ასე უცებ თქვათ, არა ასე თქვენ როგორც ელოდებით, ვინაიდან მაშინ ქრისტიანულ კრებულში ჩამოვარდა ერთგვარი პანიკა. თქვათ დაქორწინებას ხელი აიღეს მრავალ რამეზე და წმინდა პავლე მოციქულმა დაწერა ეპისტოლე და უთხრა პირველ კრებულებს, ქრისტიანულ კრებულებს, რომ ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, ანუ რა მინდა გითხრათ. იმ კრებულში დაიწყო დღე-ღამე საუბარი იმის შესახებ, რომ აი დღეს მოვა, აი ხვალ მოვა, აი დღეს მოვა და შესაბამისად ხალხი დაიზაფრა, ხალხი დაპანიკდა ძალიან, ხალხი ასე სტრესში ჩავარდა და პავლე მოციქული მიხვდა, რომ ამას ეკლესიის წრეები აკეთებდნენ. ჭეშმარიტი მოძღვრების წრეები აკეთებდნენ, იმიტომ რომ ასე თუ აპანიკებ ადამიანს აპანიკებდა ბოლოს გავა გარკვეული პერიოდი და ქრისტემ თავისი გადაწყვეტილები და თავისი განგებულებით იცის, როცა უნდა მოვიდეს და ჯერ არ მოსულა, ადამიანში იწყება ნიჰილიზმი უკვე, დაუჯერებლობა, ურწმუნოება. ჩვენივე სარგებლისათვის, რომ ამ დღის ცოდნის შემთხვევაში უზრუნველნი და უმოქმედონი არ გავხდეთ,
ღმერთმა დაგვიმალა ჩვენივე სულის ცხონებისათვის, რადგან უსარგებლოდ ჩათვალა ჩვენთვის ვიცოდეთ ამ დღისა და ჟამის შესახებ. ესქატოლოგიას ანუ სწავლება სამყაროს დასასრულის შესახებ ყველა რელიგია შეიცავს. ცივილიზაციის დასასრულზე საუბარია მსოფლიოში დღემდე არსებულ და უკვე 1000 წლეულების წინ განადგურებული სხვადასხვა ტომების ჩანაწერებში. ინდუისტური ესქატოლოგიის მიხედვით ბოლო ჟამი 1936 წელს დაიწყო და აღსასრული 2036 წელს დადგება. ინდიელთა ტომის მტკიცებით ბოლო ჟამი უკვე დაწყებულია და ეს თეთრი ადამიანის გამოჩენამ განაპირობა. მაიას ტომების ასტრონომიულ გათვლებზე დაფუძნებული კალენდარის მიხედვით 2012 წლის 21 დეკემბერს დიდი ციკლური ბრუნვა დასრულდება, რაც კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევს. თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს იქნება არა სრული განადგურება, არამედ სამყაროში დიდი ცვლილებების დასაწყისი. ჩვენ შევედით რთულ ისტორიულ ზონაში, რომელიც აუცილებლად უკავშირდება გეომანტიის შეცვლას დედამიწაზე. რაც ქონის სწორედ პრობლემებს ამინდ უკვე ძნელად პროგნოზირებადი აქენა გამომდინარე, ხო? ეს ცხადი აძაბავს ნერვულ სისტემას, ქნის უფრო მეტ აგრესიას, კონფლიქტებს, შემოვიდა აგრესიული ჟანრის გნებავთ ფილმების, სხვა ნაწარმოებები, ეს სწორედ არმაგედონის ზეგავლენის შედეგია. შედეგად მივედით იქამდე, რომ 12 წელი, რაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ახლდებოდა ეს 12 წლიანი ზონის პიკი. ეს არის სწორედ 21 დეკემბერი 2012 წლისა, როდესაც არმაგედონი უკვე საბოლოოდ მოიქნევს, რომ თქვენ თავის მართლს და წავა ამ სამყაროს მართლობიდან. აი სწორედ ჩვენ ამას ვახლოვდებით. ამას უწოდებოდა სწორედ პერიოდი აპოკალიფსისა. პოეტი დავით დეფიგოგიბიდაშვილი ამბობს, რომ მან 2012 წლის შესახებ 2006 წლის 16 დეკემბერს წინასწარმეტყველა, მაშინ როდესაც ლექსი ოდა წინადღშნობას დაიწერა. კონკრეტული რიცხვები რაც ჩამესმის, რაც შემდეგ პოეზიაში იღებს თავის სიტყვიერ მნიშვნელობას, ის უკვე ტიტულებს ლექსში სწორედ ამ რითმის და განცდის სახით. როდესაც ეს ლექსი დავწერე და მივუთით ეს რიცხვები, მაშინ მე არც ვიცოდი, ხო, სიმართლე უნდა თქვა და გულწრფელიც ვარ და იმედი ესეც მაყურებელს ესმის. რომ ეხლა არანაირი პოზა არ მიჭირავს, უბრალოდ მე 21 დეკემბრის და 23 დეკემბრის ეს სამდღიანი შუალედი განიცადა სწორედ აი ამ ლექსი. ზუსტ თარიღს გეტყვი, 3 დღე მიხმობს. შენთვის მომიწევს მოცდა არამცდე. ცას დეკემბერი თავზე დაემხობს. 21-დან 23-მდე. იმ პერიოდში ამაზე საერთოდ არც მიფიქრია და დროსაც არ უთმობდი ამდენს, რომ მე ხა უნდა ვეძებო რა რიცხვებია ეს. ჩვეულებრივად დაიწერა ჩემგან, როგორც ერთგვარი ხილვა და წინადღწნობის განცდა. To the Mayan calendar which predicts the end of time. მაიას ტომების წინასწარმეტყველების მიხედვით გადაღებულმა რონალდ ემერიხის ფილმმა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეაშფოთა. ფილმში სპეციფიკების საშუალებით კაცობრიობის განადგურება ანაჩვენა. მაიას ტომების ჩანაწერების მიხედვით მასშტაბური კატაკლიზმები 3 დღეს გასცეს და თითქმის მთელს ცივილიზებულ სამყაროს გაანადგურებს. რატომ მარტო მაიას ტომი? არსებობს უამრავი რელიგიური მიმდინარეობები, ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი არიან იეჰოვას მოწმეები და ასევე სხვა უამრავი მიმდინარეობები, რომლებიც სწორედ ამგვარი უბრალოდ რომლებიც ასახელებდნენ თარიღებს, რომ ამადამ დროს იქნება მეორედ მოსვლა. და ეს თარიღები არ ამართლებდა, ყოველ შემთხვევაში აქამდე არასდროს არ ამართლებდა და ეს მოლოდინი შინაგანად ყოველთვის ჰქონდათ ადამიანებს და სხვადასხვა რელიგიაში ასე ფიქსირდებოდა. მაიას ტომთან დაკავშირებით აქ პრობლემა იმაშია, რომ ეს არის უკვე წარსული ჩვენთვის უცხო ცივილიზაცია, ძალიან მისტიური. მე ვიტყოდი დემონური და სატანური. თუნდაც ეს ფაქტი, როგორი სხვრობს შეწირვა ჰქონდათ მათ, ჩვენ ვიცით, 100,000-ობით სხვრობს წირავდნენ, სასტიკი ფორმით, ოცხალ ადამიანს გულს აგლეჯდნენ და თავს კვეთდნენ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ცივილიზაცია იყო დემონური თავისი არსი, მაგრამ ძალიან ძლიერად განვითარებული. ამიტომ ის მისტიკა, რომელიც იყო ამ რელიგიებში, შეზავებული არის მეცნიერებასთან, ასტრონომიასთან, ასტროლოგიასთან და დღევანდელი 21 საუკუნის ადამიანისათვის ძალიან მიმზიდველი ასეთი თეორიები. ამიტომაც არის, რომ ფილმებსაც იღებენ, იეჰოვას მოწმეთა სწავლებაზე ფილმს არავინ არ გადაიღებს, მაგრამ მათ შესახებ იღებენ, იმიტომ ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ გავოცდებით ამაზე, ჩვენ ფულს გადავიხდით, ჩვენ შევშფოთდებით და სწორედ ეს არის მასობრივი კულტურის დანიშნულება, ხო? ესე არის. როდის მოხდება რომელ წელს? 2012-ს შეიძლება მოხდეს სხვა.
შეიძლება მოხდეს ზეგ. უფალი პირდაპირ ხაზს უსვავს. როგორც ქურდი რომ მოვა ღამე, მოულოდნელად ჩემთვის, აი ასე და როცა ყველაზე ძალიან არ ელოდები, მაშინ მოვა. საშინელებაა ეს. აი ამაზე არის ლაპარაკი, საშინელება, როგორც კატასტროფა ისე აღიქმება. მეორედ მოსვლა. ჩვენ ვამბობთ, ეს არის სამყაროში თუ რაიმე ბედნიერი წუთები და წამები არსებულა. უფლის დაბრუნება, ანუ მეორედ მოსვლის ჟამი, ყველაზე უბედნიერესი იქნება. მეცნიერები ამბობენ, რომ მაიასტომები ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდნენ და შესაბამისად, მათ მიერ შედგენილი კალენდარი სანდოა. ასტროლოგები მასზე მუშაობას დღემდე განაგრძობენ. ნიშნავენ მოვლენა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს არ არის ხაპარი. წინასწარმეტყველება, რომელსაც მაიასტომები გადაგებდნენ, სხვაშორის ბევრ სხვა შემდგომ კულტურაშიც გამეორდა. და ეს არის აპოკალიფსის ზონაზე საუბარი. აპოკალიფსის ზონა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია 2000 წელიწადში ერთხელ დგება, ანუ ხდება პოლუსების ენერგეტიკის შეცვლა, რის შედეგად იწყება რადიკალური ცვლილებები სამყაროში, ასეც ჩვენ ახლა ვხედავთ. ახალი სხვადასხვა უცნაური დაავადებების სახით, იგივე ეკოკატაკლიზმების და სხვადასხვა სახის უცნაურობების მხრივ, აი ეს სწორედ მინიშნება ამაზე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ პირველი მინიშნება ამის შესახებ მე ჯერ კიდევ 1999 წლის 11 აგვისტოს გავაკეთე. ანუ მაშინ აღნიშნა, რომ ძალიან სერიოზული ცის გაბადონზე ბრძოლა გაიმართა შავ და თეთრ ძალებს შორის, ეს ხომ ზის დაბნელება. ქრისტესი არ აღჯერა ხალხო და მაიასტომის გჯერა კაცო. ეს პერიოდი, როდის დადგება, არავინ არ იცის. ამას ძალიან საღვთისმეტყველო ღრმა, საღვთისმეტყველო საფუძველი აქვს, რომ არავინ არ იცის და ეს არ არის დამოკიდებული პლანეტების განლაგებაზე. ეს არ არის წარმართულ წინასწარმეტყველებას დამოკიდებული. თავად ქრისტე ამბობს, რომ მამის გარდა არავინ იცის. რატო? კითხვა ჩდება. იმიტომ რომ ჯერეთი ადამიანი როგორც თავისუფალი არსება და კაცაკენა გამომდინარე კაცობრიობა არ არის დამოკიდებული პლანეტების განლაგებაზე. რატო? იმიტომ კიდევ ვიმეორებ, ადამიანი არ არის დეტერმინირებული, ანუ სამყაროში ჩაკერული არსება, მე ესეთი მაგალითი მომყავსხმობ. სამყარო როგორც აი თქვათ ასტროლოგების აზრით, წარმართული რელიგიების აზრით, სამყარო როგორც დიდი საათის მექანიზმი და ადამიანი სადღაც პერიფერიაში მბრუნავი კბილანა. რომელსაც არ აქვს თავისუფლების არანაირი შესაძლებლობა, როგორც დიდი ეს საათის მექანიზმი დატრიალდება, ეს კბილანები, ეს ჩემი კბილანა ისე იმოძრავებს. ქრისტიანობა მეუნება არა, შენ არ ხარ ის ჩაკერული კბილანა, ქრისტიანობა მეუნება, რომ შენ თავისუფალი ხარ. შენ თუ გინდა, კი ბატონო, გახდი ამ დიდი საათის მექანიზმი, მაგრამ შენ ხარ თავისუფალი. ამიტომ შენი ხვედრი არ არის დამოკიდებული ამ სამყაროს მდგომარეობაზე. ადამიანია ერთადერთი არსება სხვათა შორის, აი ღორია, ხო? ბუზია, ხო? და ადამიანი ერთადერთი არსება, რომელსაც დიაპაზონი აქვს, შეუძლია ღორიც იყოს და შეუძლია ანგელოზიც გახდეს. ეს დიაპაზონი მისი თავისუფლების შედეგი არის. აქედან გამომდინარე, კაცობრიობას რადგან დასასრული უწერია, ეს ნამდვილად ესეა, იმიტომ თავად მაცხოვარი ამბობს, ეს დასრულდება ამგვარი ფორმა კაცობრიობის არსებობისა. ეს დასასრული დამოკიდებულია არა პლანეტების განლაგებაზე, არამედ ჩვენ კაცობრიობის თავისუფალ არჩევანს. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი მეორედ მოსვლის ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ცივილიზაციის განვითარებას მიიჩნევს. მათივე თქმით, ადამიანთა დიდი ნაწილი არა სულიერ, არამედ მატერიალურ სამყაროზეა დამოკიდებული. როდესაც ადამიანთა ცოდვები უკიდურესად გამრავლდება, როდესაც ადამიანები განუდგებიან ქრისტეს წმინდა ეკლესიას, აღარ შეინანებენ თავიანთ ცოდვებს და ძველ ცოდვებს, ახალ ცოდვებს მიუმატებენ, ცოდვათა გამრავლების გამო ფიქსტიქიები და პლანეტები დაიჭიმება და დაიძაბება და დრო დაჩქარდება, დრო შეიკუმშება, ერთი წელი იქნება როგორც ერთი თვე, ერთი თვე იქნება როგორც ერთი კვირა, ერთი კვირა იქნება როგორც ერთი დღე და დრო როგორ გავა ადამიანები ვერ გაიგებენ და ეს იქნებაო მაშინ, როდესაც ადამიანები ზეცაში ფრინველებივით იფრენენ, წყალქვეშ თევზებივით იცურავებენ და როდესაც დედამიწის ერთი კუთხიდან მეორე უკიდურეს კუთხეში ერთმანეთს დაინახავენ და დაელაპარაკებენ, როდესაც ცივილიზაცია უკიდურესად განვითარდება, ანუ როდესაც იქნება მეცნიერული სიტყვები ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, სამეცნიერო ტექნიკური რევოლუცია. ბერი გაბრიელი მეორედ მოსვლის შესახებ მრევლთან ხშირად გადაგებდა. სამთავროს მონასტრის მონაზვნებს ახსოვთ. დროას ამობდა ხანში შესული არქიმანდრიტი ბოლო ჟამის ნიშნებზე.
მამა გაბრიელი ამბობდა თქვენ ბოლო ჟამს მოესწრებით თქვენ ბოლო ჟამის ადამიანები იქნებით და პირდაპირ მიანიშნებდა ხოლმე ზოგიერთ ადამიანს რომ აი შენ ბოლო ჟამის მონაზონი იქნები რომ ის ჯერ მონაზონი არ არის და ერშია და უნდა გამხდარიყო მონაზონი და შენ ბოლო ჟამის ადამიანი იქნები შენ ბოლო ჟამს მონასტერში წაყოლ პირდაპირ ხელს დაადებდა ხოლმე მამა გაბრიელი მიანიშნებდა რომ ეს იქნებოდა მე მთელ შენ ბოლო ჟამს მოესწრებიო იქნება მიწისძვრა იქნება ომები იქ განდგომილება იქნება საყოველთაო განდგომილება და ეს ადრეთ ამბობდნენ რომ ადრეთ იყო ეს ყველაფერი მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბოლო ჟამი არ არის ეს მასიურად იქნება ხო განდგომილება და ეს მიანიშნებს იმას რომ ბოლო ჟამი პირველ რიგში მე უნდა გამოვხატო ჩემი უდიდესი სიმპათია მამა გაბრიელისადმი მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ ამ ადამიანს მაგრამ მის სიტყვებს პირდაპირ ვერ მივიღებ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მამა გაბრიელის სიტყვებს მივიღებ დღეს ბოლო ჟამია მე მეცაც გეტყვით აი ჩემთვის შეიძლება ბოლო წამია აი ახლა ამ წუთში ბოლო წამი აღმოჩნდეს ეს საცდურია გესმით ეს არის საცდური აი ამ წელს ბოლო ჟამი იქნება 2012 წლამდე რამდენი დროა რამდენიმე წელია კაცო ხვალ ეკოდები შენ პასუხს აგებ ღვთის წინაშე ხვალე შენი სხეულის მიწისძვრა მოხდება თუ დაირღვევა არაფერი აღარ დარჩება ეს ერთი მეორე მე არ გამოვრიცხავ რომ მამა გაბრიელი მართლს ამბობდა მაგრამ ასევე მესამე შეიძლება თუ არა შემსხარიყო მამა გაბრიელი რადგან წმინდა იოანე ოქროპირი შეცდა ბურჯი ეკლესიისა რომლის წირვას ყოველდღე ვწირავთ მამა გაბრიელი შეიძლება შემსხარიყო კიდევ ვიმეორებ ეს შეცდომა ესეთი შეცდომა არ არის დანაშაული სასულიერო პირისათვის რატომ იმიტომ რომ ეს არის მოლოდინი გესმით წმინდა წერილი ბიბლია მთავრდება ამ სიტყვებით ჰე მოხვიდოდე უფალო თეოლოგები ამბობენ რომ აპოკალიფსი ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაშიბრი და მისტიური წიგნია რომელიც ღრმა თეოლოგიურ გამოკვლევასა და გააზრებას აჭიროებს მასში მოცემული მეორედ მოსვლის ზოგიერთი ნიშანი ადამიანებმა პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა მიიღონ ბევრი თავს მეტნაკლებად ინუგეშებს და ამბობს რომ ჯერ ეს ნიშნები არ არის აღსრულებული ჯერ ეს ნიშნები არ ჩანს თქვა ანტიქრისტე არ არის იგი განცხადებული საყოველთაოდ და არ გვაქვს იმის თვისუფლება რომ თქვა ამაღამ შეიძლება ადგილი გქონდეს ჩვენი ისტორიის ფინალს რომ ჩვენ შევეგებოთ ჩვენს უპალს პრობლემებზე მომავალს მაგრამ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ანტიქრისტე განცხადებულად არ იყოს წარმოჩენილი და არც მაგალითად თელი რიგი სხვა ნიშნები არ იყოს აღსრულებული ჩვენ არ გვაქვს იმის თქმის უფლება და იმის უფლება ზოგადად როგორც მორწმუნე ქრისტიანებს ჩვენს ეპოქაში რომ ვთქვათ რომ მაგალითად დღევანდელი დღე ან დღევანდელი ღამე დაცული იქნება პასუხის მოსვლისგან პირიქით ჩვენ უნდა მეორე ხარისხოვან პლანში გამოვიხილოთ ეს ნიშნები სასულიერო პირები ამბობენ რომ ადამიანები ბოლო ჟამის შესახებაც მატერიალურ გრძნობებზე დაყრდნობით მსჯელობენ ეს კი ამ მოვლენის შეცნობას ყველაზე მეტად ართულებს მაინც მიწაზე რჩებიან და აი აქ როგორ იქნება რა ნიშნები იქნება რა პრობლემები შეგვექნება შეგვავიწროებენ თუ არ შეგვავიწროებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თელეს გაცხოველებული ინტერესი სწორედ აქეთკენ არის და მე ეს საცდური კიდევ ერთი რომ როდის იქნება თითოეული ადამიანისათვის ყოველთვის დგება ბოლო ჟამის პერიოდი ეს არის გარდაცვალება ჩვენ ნერვიულობთ კატასტროფები იქნება მიწისძვრა იქნება რაღაცები დაინგრევა შედალოცულობა შენ რომ გარდაიცვლები რომელ კატასტროფაზე უარესი არ არის მიწისძვრა კი არ იქნება შენი სხეული ქვად გადაიქცევა მიწად გადაიქცევა დაიშლები გაიხსნები საფლავში ამაზე მეტი კატასტროფა რა გაგია ამიტომ შენ ვიყურებით 2012 წელს შეიძლება მე ამ საღამოს ცოცხალი აღარ ვიყო ასევე შენ აღარ იყო ცოცხალი ამ საღამოს ვინ იცის ეს ამიტომ უფალი გვეუბნება რომ ყველა ძალიან როცა არ ელოდები მაშინ მოვა და სულ ყოველთვის მოლოდინში უნდა იყო რატომ იმიტომ რომ შენ ღმერთთან დამოკიდებულება არ ქონდეს ანგარებიანი აჰა ესე იგი შენ მოხვალ ამადამ წელს ამადამ თვეს ამადამ რიცხვში და ერთი კვირით ადრე მე გავიწყებ კაი ქრისტიანობას დღეს როგორ ხარ შენი დამოკიდებულება როგორია შეიძლება სიყვარული დროით სიყვარული კანონით სიყვარული დაძალებით სიყვარული გამოწერით რეცეპტით რომ აი მე დღეს ხვალე მეორედ მოსვლა ასე ხვალე უნდა მიყვარდე დღეს არ უნდა მიყვარდე მიუხედავად ამისა ამ მოვლენის მიმართ ინტერესი და მოლოდინი თანდათან უფრო ძლიერდება მაგრამ ბოლომდე ამოუხსნელი რჩება ბოლო ჟამისა და მისი მანიშნებელი ეპოქის შეცნობა თუმცა სასულიერო პირები ამბობენ რომ ადამიანი არა ანტიქრისტეს არამედ ქრისტეს უნდა